მილომშვიდობისა დღეს 3 აპრილია 4 შაბათი თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიაც, რომელსაც დღეს გიორგი მერებაშვილი და ელისაბედ აბულაძე გაუძღვებით. ყველას წარმატებულ და ბედნიერი დღეს გისურვებთ. მილომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, მეც მინდა რომ ბედნიერი, ღიმილიანი და მშვიდობიანი დღე გისურვოთ და აქვე მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ დღევანდელი დილას ჩვენთან ერთად იწყებთ და ფიქრობთ მომდევნო საათნახევარს ერთად გავატარებთ. რაც შეეხება გადაცემის ანონს ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი არ დავარღვევთ ტრადიციას და საეკლესიო კალენდარს შეგახსენებთ. დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია აღნიშნავს ღირს იაკობ აღმსარებლის ხსენების დღეს, ასევე მოიხსენიებს კატანელ ეპისკოპოს კირილეს, კონსტანტინოპოლელ პატრიარქ თომას და ღირს სერაფიმე ვირიცელს. ჩვენ გვინდა რომ წმინდანების შემწეობა და მფარველობა გისურვოთ. შეგვიძლია რა თქმა უნდა შენს მილოცვას და ტრადიციულად ანონს წარმოვიდგენთ. შეგვიძლია გადავიდეთ ანონსზე, რამდენიმე წუთში უკვე სტუდიაში შემოგბრძანდება კიკეთის წმინდა ექვთიმეღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ჩვენ უკვე ტრადიციულად მასთან ერთად კვირის მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბრებთ. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის უმცროსი ქალიშვილის ბარბარე ბაბო შარვაშიძის მემუარები ინგლისურიდან ქართულად ითარგმნა და გამომცემლობა არტანუჯის მიერ წიგნად გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია დღეს შედგება, ხოლო თემაზე დღეს სტუდიაში ისაუბრებენ გამომცემლობა არტანუჯის მთავარი რედაქტორი მწერალი ზვიად კვარაცხელია და მემუარების მთარგმნელი ისტორიის დოქტორი მაია ცერცვაძე. 1999-2019 სამოქალაქო ომიდან დღემდე ასე უწოდა ფოტოგრაფმა დავით თაბაგარმა ახალ პროექტს, რომელზეც რუსთაველის გამზირზე 1991 წლის ომის დროინდელი ფოტოების იდენტური კადრები გადაიღო. უფრო ცლად, კონკრეტულად ამ ფოტოების შესახებ და ზოგადად ხელოვანის შემოქმედებაზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. გადაცემის მეორე ნაწილში დავით თაბაგარი შემოგვიერთდება. თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეს განხორციელებული პროექტისთვის თეატრალების სატელევიზიო სივრცეში ეროსი მანჯალაძის სახელობის პრემია გადაეცა. ნიკოლოზ წულუკიძე დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება. აი ესეთი გახლავთ დღევანდელი გადაცემის მოკლე ანონსი. დარჩით ჩვენთან ერთად, ვიდრე მოძღვართან ერთად დავბრუნდებით, ტრადიციულად ერთად ვნახოთ ვიდეო რგოლი, რომელიც შეგვახსენებს შემოჩვეულ ბარბარიზმებსა და სიტყვათა ეტიმოლოგიას. ნერვებზე თამაში. ჯერ კიდევ უძველეს დროში, როცა სწავლულმა ექიმებმა ადამიანის ნერვული სისტემა აღმოაჩინეს, ნერვული ქსოვილი მუსიკალური ინსტრუმენტის სიმებს შეადარეს. სიმები ლათინურადაც ასე გამოითქმის: ნერვუს. სიმი ხან მოშვებულია, ხანაც დაჭიმული, ხან უბრალოდ მოშლილი. პასუხი. სიტყვის მიღება. ეს სიტყვა სპარსულიდან მოდის, ძველი ქართული ძეგლებიდან. ის პირველად აბოთფილელის წამებაში გამოჩნდა. ამბოხი. ეს სიტყვა ფალაურ ენაში ბრბოს ნიშნავს. ქართულ ენაში ამბოხი ბრბოს, ხალხის მღელვარებას გამოხატავს. იჯდნენ. მცდარია, სწორია, ისხდნენ. ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად. იპოვნა. მცდარია, სწორია, იპოვა. ვწეროთ და ვიმეტყველოთ სწორად. დაფორვარდება ბარბარიზმი. ქართულია გადაგზავნა. დაიცავი სახელმწიფო ენა. დათაგვა ბარბარიზმი. ქართულია მონიშნა. დაიცავი სახელმწიფო ენა.
გრძელდება გადაცემა კიდევ ერთხელ ლევან მშვიდობისა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად ხართ და როგორც დაკვირდით, სტუმართან ერთად დავბრუნდით, სიამოვნებით წარმოგიდგენთ, ჩვენთან ერთად იმყოფება კიკეთში მდებარე წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. უკვე ტრადიციად იქცა, რომ თითქმის ყოველ ოთხშაბათობით ჩვენ კვირის მიმდინარე მოვლენებზე ვსაუბრობთ ხოლმე მასთან ერთად. ლევან მშვიდობისა დაგლოცეთ. ლევან მშვიდობის დაგლოცოთ მოერთმა მოგესალმებით. მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობთ ამ შესაძლებლობისთვის. სხვადასხვა საკითხს შევეხებით ამ დროის მანძილზე, თუმცა ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკეში ვიმყოფებით. ჩვენ ვისაუბრეთ ორშაბათს სასულიერო პირთან ერთად, რას ნიშნავს ეს დღე, რატომ შეგვახსენებს მართლმადიდებელი ეკლესია მარხვაში ამ დღესასწაულს, კონკრეტულად ამ პერიოდში რატომ აღინიშნება და საინტერესო იქნება თქვენი მხრიდანაც კიდევ ერთხელ ხაზგასმა ამ დღესასწაულის მნიშვნელობაზე. დიახ, ჩვენ სახარებაში, კვირის სახარებაში წავიკითხეთ, რომ ვისაც უნდას შემოდგომა ჩემდა, უარყავ თავითვისი, აიღე ჯვარი და შემომიდეგი მე. ამ სიტყვებში ძალიან მნიშვნელოვანი რამ შეგვახსენა უფალმა, გვასწავლა საკუთარი თავის უარყოფასთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად უნდა მხედველობაში გქონდეს ის ვნებები, ის ჩვენი არასწორი მისწრაფებები, რომელიც ძალიან ხშირად წარმართავს ჩვენს ცხოვრებას ხოლმე და ამ ყველაფერს სჭირდება სულიერი თვალით კონტროლი, რომ ჩვენი ცხოვრება წარემართოს იმ გზით, სადაც უფალი შეგვხვდება, იმ მიმართულებით, სადაც ჩვენ შევხვდებით ღმერთს და ადამიანი ძალიან ხშირად უსმენს საკუთარი სხეულის ენას, მის მოთხოვნილებებს და არ უნდა იქცეს ჩვენი ცხოვრება მხოლოდ აი ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების მცდელობად. არამედ ადამიანს ღვთისაგან აქვს ძალიან დიდი მისია დაკისრებული, დიდი მიზანი აქვს მას და ეს ჩვენი მიზანი უნდა იყოს ღმერთთან ერთობა და არა რაღაცა წარმავალი მიზნებისაკენ სწრაფვა და აი საკუთარი თავის უარყოფა გულისხმობს განთავისუფლებას იმ ვნებებისაგან, რომლის მონობაში შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, თუკი მხოლოდ თავის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მიჰყოფს ხელს. და აი როდესაც სახარებაში აი ამ სიტყვებს კითხულობთ, უარყავ თავისთვის, სწორედ ეს უნდა გქონდეს მხედველობაში, რომ ჩვენ საკუთარ მისწრაფებებზე ძალიან ხშირად უნდა დავაწესოთ კონტროლი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს გაკონტროლება საკუთარი თავის. და თქვათ, მათ სახარებაში, როდესაც იგივე სიტყვებს ამბობს, მოცხოვარი იქვე ამბობს, რომ რომელსა უყვარდეს მამაი ანუ დედაი უფრო ის ჩემსა, იგი არაა ჩემ და ღირს. და ეს რას ნიშნავს? როდესაც ჩვენ ქრისტიანული თვალსაზრისით სიყვარულზე ვსაუბრობთ, ჩვენ აუცილებლად უნდა ხაზი გავუსვათ, რომ ეს არ არის ის სიყვარული, როდესაც მე რაღაცა ნივთი მომწონს, ვიღაცა მიყვარს იმის გამო, რომ მე მჭირდება ეს, არამედ ეს სიყვარული უფრო არის პასუხისმგებლობა სხვის წინაშე და მიყვარს ადამიანი, რომელსაც მე ვაძლევ უფლებას, რომ ჩემს სულში, ჩემს გულში წარმართავდეს რაღაცა განწყობებს. მე ვაძლევ უფლებას, რომ მისი სიხარულით მიხაროდეს, მისი ტკივილი მტკიოდეს და ჩემს თავს გამოვიცარიელებ იმისათვის, რომ მას დაუთმო ადგილი. ეს როდესაც მოყვასია საუბარი და როდესაც ღმერთია საუბარი, ამ საკუთარი თავის გამოცარიელებას არ აქვს საზღვარი. ანუ შეიძლება ადამიანმა აი ამ გზაზე საკუთარი ნება ისე დათმოს, რომ ფაქტიურად სრულიად უარი თქვას საკუთარი მისწრაფებების შესრულებაზე და ღმერთის ნების ძებნაში მას დაუთმოს სრულიად ყველაფერი და მერე ბოლოს რჩება ადამიანის სული, რომელიც ერთადერთი ღარ რჩება მას, თუკი ყველაფერი დანარჩენი დათმობილი აქვს ამ სიყვარულისთვის და
აი ამ სულის დათმობა ნიშნავს სწორედ იმ სიტყვებს, როდესაც უფალი ამბობს, რომ რომელმაც თავისი სული იზღვიოს, მან წარიწყვილოს იგი და რომელმაც ჩემთვის ან სახარებისათვის თავისი სული დაძვას, მან შეიძინოს იგი. აი ეს ღვთისაგან მოცემული სულიწმიდის მადლით ადამიანი განიღრთობა და სწორედ ეს გზა არის საკუთარი თავის უარყოფისა, საკუთარი ჯვრის ტვირთისა და აი შუა მარხვაში გვახსენებენ ამას, რომ შეიძლება ესეთი დროულია ეს, რომ სწორედ ადამიანს გაამხნევებს დანარჩენია ეს მარხვის გზის გავლისათვის. კეთილი. მამა ანდრია, ბოლო დროს გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს საპატრიარქო აპირებს საღდგომოდ დეკანოს მამალაძის შეწყალების საკითხის დაყენებას, ბუნებრივია თქვენს გსმენიათ ამის შესახებ. შეესაბამებათ თუ არა ეს სიმართლეს საინტერესოა. ხო, ესე იგი დიდხანს არც გვიწევს ლაპარაკის რაღაცა ამაზე. სულიერ საკითხებზე იმდენად დატვირთულია ხომ ეს სხვადასხვა მიმდინარე მოვლენებით. სხვადასხვა მიმდინარე მოვლენებით. დიახ, ეს გავრცელდა და თითქოს მე უფე პეტრეს მიეწერება ეს სიტყვები და ნამდვილობით ვერ გეტყვით, თუმცა დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალება არ უნდა გავზომოთ რაღაცა დროით, არამედ აქ არის სხვა გაცილებით უფრო გავლენიანი ფაქტორები. რას გულისხმობთ? რას გულისხმობთ და ადრეც მithქვამს და ეხლაც ვამბობთ, რომ ჩემი ანალიზით და უკვე ამაში მე მგონი ცოტა ვინმე ეპარება ეჭვი დეკანოზი გიორგის გარემოცვა იმდენად გაერთო აი ამ და იმდენად ღრმად შევიდა აი ამ ტაქტიკაში და არჩეულ ჰიპოთეზაში, რომ საპატრიარქო არის მომწყობი და პატიმრობაში მისი მიმცემი, რომ ამ მდგომარეობიდან ვერ გამოდის. ვერც ამტკიცებს, ვერც გამოდის ამ მდგომარეობიდან და არის ჩიხში ეს პროცესი შესული. ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ ამაზე და ჩვენი ყოველი ეს საუბარი მხოლოდ არის მათთვის შეწევნა და დახმარება, რომ იქნებ საღ აზრზე დადგნენ, რომ როდესაც დეკანოზი მამალაძის გამართლება მათ პირდაპირ დააკავშირეს საპატრიარქოს გამტყუნებას, ეს ქმნის აი ამ ჩიხურ მდგომარეობას. კიდევ ერთხელ უნდა ხაზგასმით ითქვას, რომ საპატრიარქო არაფერს არ თხოვს მამალაძის მხარეს, არაფერს არ ითხოვს მისგან, არც შენდობის თხოვნას არ ითხოვს, არც რა თქმა უნდა მით უმეტეს არ ითხოვს იმ ბრალის აღიარებას, რაც სასამართლოზე მან არ აღიარა. უბრალოდ ჩვენ როცა მოგვაკითხეს და გვთხოვეს, რომ იქნებ საპატრიარქომ შეწყალებაზე შუამდგომლობა დააყენოს, ყველაფერი იმ ლანძღვის მერე, ყველაფერი იმ ცილის წამებების მერე, რაც იყო საპატრიარქოს მიმართულებით და მისი თანამშრომლების მიმართულებით, ყველაფერი ამის მერე ჩვენ მაინც მოусმინეთ მათ. რა გვექნა, არ მოგვესმინა? მოусმინეთ მათ და უთხარით, რომ აი თორნიკესთან მქონდა საუბარი მე მამა გიორგის ძმასთან. მე აუხსენ იმას, რომ ჩემო კარგო, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ან უნდა დაამტკიცოთ, რაც ბრალდებები იყო საპატრიარქოს მიმართ. ან უნდა ახსნათ სხვანაირად, ნათელი მოფინოთ, რატომ იყო ასეთი ბრალდებები, რას ეფუძნებოდა. ან უარყოთ, ან შუამდგომლობა მაინც არ ითხოვოთ. პასუხი? პასუხი, აი ველოდებით აქამდე პასუხს. ანუ ჯერ არ არის პასუხი. არა, მე ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ მისი გარემოცვა მისი, აი ის ხალხი, ვინც ავტორი გახდა აი ამ ტაქტიკისა, რომ საპატრიარქო დაადანაშაულეს და 2 წელი არის აი ეს ისმის ბრალდებები. ეს ხალხი რომ ნებას მიცემს, რომაც უნდოდეს დეკანოს გიორგი მამალაძეს და მის ძმას, რომ თქვან რომ ეს იყო ტყუილი, ეს ბრალდებები და უსაფუძვლო,
ამის უფლებას არ მიცემენ. ეს ასეთი ზემოქმედების ქვეშ არის, თქვა მე ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით, ფაქტიურად მძევალი არის ეს ოჯახი იმ გარემოცვისა და იქ უკვე შეიქმნა გარკვეული რაღაცა ესეთი სტრუქტურა. თვითონ დეკანოზიც რა თქმა უნდა, მას რომაც უნდადეს ახლა თქვა შენდობის თხოვნა პატრიარქისთვის საპატრიარქოს იმ თანამშრომლების წინაშე, რომლებიც უმძიმეს ბრალდებებში გახვია მან, ცდელობა იყო ამის გახსოვთ, რომაც უნდადეს ამისი ახსნა, რომ ხო და მაშინ მან უარი უნდა თქვას იმ ხალხზე, ვინც მის გარშემო არის. აი ეს გარემოცვა, მამა ანდრია, ჩანს თუ ვისაც ხედავთ ჩვენ ეს მხოლოდ ასე ვთქვათ აისბერგის წვერია და მის უკან კიდევ უფრო დიდი და სხვა ძალები შეიძლება იდგეს. იცით რა, ჩვენ საბოლოო დაასკვნა თუ ვინ დგას მათ უკან, გამოვიტანეთ იმ აქციაზე, როდესაც საპატრიარქოსთან შეიკრიბა ეს ხალხი. იქ ჩვენ ვნახეთ გამოკვეთილი სახეები, რომლებიც მუდმივად ეკლესიის წინააღმდეგ ცდილობენ რაღაცის აგორებას. იქ იყო რამდენიმეს გავიხსენებ ახლა იქ იყო ელისო კილაძე იყო იქ ვნახეთ ნიკა გვარამია იყო იქ ვნახეთ. ანუ ადამიანები რომლებიც მთელი ცხოვრება ეკლესიას ებრძვიან. მთელი ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ მარჯვე შემთხვევაში, სწორედ ეკლესიაზე თავდასხმისთვის არიან მზად. და აშკარა არის, რომ ეს ხალხი მუდმივ კონსულტაციაში არის ამ ოჯახთან. თქვენ აღგინიშნავთ არაერთხელ მამადია, რომ საინფორმაციო ომი მიმდინარეობს ეკლესიის წინააღმდეგ და ეს ომი დროდადრო ახალი ძალით იფეთქებს ხოლმე სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სახით და აი ამ კონტექსტში რამდენიმე შეკითხვა უნდა დაგისვათ. მათ შორის ერთ-ერთი ეხება თეოლოგ გოჩაბარნოვს, რომელმაც განაცხადა, რომ თითქოს და მისი გამოშვება სასულიერო აკადემიიდან არის იმის ბრალი, რომ მან თავის დროზე პოზიცია დააფიქსირა უკრაინის ეკლესიის სტრუქტურის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით. თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით საინტერესო არის და მას ყველს უკრავენ ასევე სხვა თეოლოგებიც და რომ განაზოგადოთ და პოზიცია თქვენი დააფიქსიროთ ამასთან. ჯერ ერთი მოდი ვთქვათ, რომ ეს სხვა თეოლოგები ხშირ შემთხვევაში სულაც არ არიან თეოლოგები. ზოგადად საქართველოში რაღაცა ეს ნიშა ძალიან ისეთი გახდა, პოპულარული გახდა ეკლესიის შესახებ, რაც უფრო მეტი ადამიანი და მეტი საინტერესო ამბავი ტრიალებს, თეოლოგის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც სიუჟეტი გადის, ქვეშ უნდა ეწეროს, რომ აი თეოლოგიასა და ეს, მაგრამ ამ ბევრ თეოლოგებს შორის ყავს დიპლომიანი, უდიპლომო თეოლოგები, ღვიძლიანი თეოლოგები, უზრდელი თეოლოგები, მრავალი ნაირები არიან. სხვათა შორის თეოლოგებზე, როდესაც ერთხელ თქვი, რომ ეგრეთ წოდებული თეოლოგები მეთქი და რატომღაც ჟურნალისტი გოჩამირცხულაო გამინაწყენ და არც მიგულისხმია, რომ ის თეოლოგია რაღაც პრეტენზია უნდა ქონდეს, მაგრამ ყველას აქვს პრეტენზია უკვე, რომ რაღაცა ეს თეოლოგის სტატუსი უნდა ქონდეს მას და რა ვიცი, პირველ რიგში ალბათ მათი თეოლოგიური ტრაქტატებით უნდა ვიმსჯელოთ ან რაღაცა მნიშვნელოვანი ნაშრომებით, რომ მათ ეს თეოლოგი დავარქვათ. უმეტეს შემთხვევაში ხდება ისე, რომ ტელევიზიები ანიჭებენ მათ ამ სტატუსს. ხო, არ მგონია, რომ რამე დიპლომიც მიცენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ტიტრებში წერია ხოლმე, რომ თეოლოგები არიან. ახლა რაც შეეხება ბარნოვის თემას, სრული სიცრუე არის, რომ ის რაღაცა უკრაინის თემასთან დაკავშირებულ შეხედულებებს გადაყვა. ბარნოვი გადაყვა თავხედობას, რომელიც მან გამოიჩინა იერარქიის მიმართ, რომელიც მან გამოიჩინა თავისი კოლეგების მიმართ და ვფიქრობ, რომ შესაძლოა ადამიანს რაიმე მიმართულებით კონდეს ღრმა ცოდნა, მაგრამ სულიერად ის იყოს ძალიან დაბალ დონეზე ესეთ რაღაცებს კადრულობდეს. ბარნოვი ბოლო პერიოდში იქცა რაღაცა პატარა ჯგუფის პატარა იმპერატორად
ყავს მას ათენში, თესალონიკში, საბერძნეთში გაგზავნილი ეხმარებოდა ამ სტუდენტებს, რომ მოხვედრილი იყვნენ გაცვლითი პროგრამებით სხვადასხვა სასწავლებლებში და მას ამაში გამოცდილება აქვს და ამიტომ მათზე ცდილობს, რომ მუდმივად იქონიოს გავლენა. და გოჩა ბარნოვი პირველად მე რაზეც ვილაპარაკე, იყო ის გამოქვეყნებული წერილი, სადაც ის საუბრობდა საქართველოს ეკლესიაში მოსალოდნელ განხეთქილებაზე და ეს ჯგუფი დღესაც არერიდება აი ამ თემებზე საუბარს. თუმცა იმ დროს ჯერ კიდევ დაფარულად ცდილობდნენ ამის კულტივაციას, მაგრამ შემდგომში უკვე ამის დამალოს აზრი აღარ ქონდა. გოჩა საუბრობს იმაზე, რომ უკრაინის საკითხთან მიმართებაში საქართველოში ეპისკოპოსებს ექნებათ სხვადასხვა დამოკიდებულება და ეს შესაძლოა განხეთქილების, ეკლესიური განხეთქილების მიზეზი გახდეს. მე კიდევ ერთხელ შევეხები მაშინ უკრაინის თემასაც და გეტყვით რას გულისხმობს, როდესაც საუბრობთ ჩვენ საშიშროებებზე, რა საშიშროებები უნდა არსებობდეს უკრაინასთან დაკავშირებულ პოზიციის შერჩევაში. როდესაც ჩვენ გადავხედავთ იმ ტომოს, რაც მიიღო უკრაინის აი ამ ახალმა შექმნილმა საეკლესიო ერთეულმა, ჩვენ ვხედავთ იქ, რომ მათ არ ყავთ პატრიარქი, ამ ეკლესიოლოგიაში, რომელიც იქ ჩანს და რომელსაც აჟღერებს ბარნოვი თავის აი ამ მცირე ჯგუფთან ერთად, ისმის რიტორიკა, რომ ავტოკეფალია ეს არ არის რაღაც აბსოლუტური მოვლენა, არამედ ეს არის დამოკიდებული გარემოებებზე და უპირველეს ყოვლისა კონსტანტინოპოლის განწყობაზე, რომ კონსტანტინოპოლს აქვს თავისი შეხედულებისამებრ, როგორც თქვა, უკრაინაში გააკეთა არც ერთ ეკლესიასთან არ შეუთანხმებია და თავად მიიღო გადაწყვეტილება მიენიჭებინა ავტოკეფალია, გაეუქმებინა 350 წლის წინ სინოდალური წერილის მოქმედება. ანალოგიურად აი ეს ჯგუფი ცდილობს, რომ აი ამ ეკლესიოლოგიაზე ელაპარაკოს, რომ საქართველოს ავტოკეფალიაც გაუქმებაც კონსტანტინოპოლის პრეროგატივა არის ერთპიროვნულად. და წარმოვიდგინოთ ერთი წუთით რა მნიშვნელობის არის მთელი სახელმწიფოსათვის საქართველოს ეკლესია, მისი ავტოკეფალიისათვის რამდენი შრომა, რამდენი თავდადება აქვს ჩადებული. და ეს ხალხი გველაპარაკება, რომ საქართველოს ეკლესიის გულშემატკივრობით ჩვენ უნდა წავიდეთ სწორედ აი ამ ეკლესიური სწავლების დანერგვით, რომ ავტოკეფალიას თუ უნდა გაგიუქმებენ, თუ უნდა მოგანიჭებენ, მირონის მოხარშის უფლებას თუ უნდა მოგცემენ, თუ უნდა წაგართმევენ, იქ რაღაცა ნიშნულოვან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებ დამოუკიდებლად. და მათ ეს მოსწონთ. არ ვიცი რატომ მოსწონთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მინდა იმ ხალხს უთხრა, ვინც აი გოჩა ბარნოვის გავლენის ქვეშ მოხვდა, აი იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთ და გოჩა ბარნოვის გავლენის ქვეშ მოხვდა, რომ ეს ასე არ გაგრძელდება, ესე შეუძლებელი არის, რომ ეს ხალხი ფიქრობდეს, რომ გოჩა წვეთს იქ ყველაფერს. თუმცა გავლენებს ფაქტია, რომ ახდენს. ჯერჯერობით, მაგრამ ძალიან აშკარა ხდება ის არასწორი მიდგომები, რასაც ის ავლენს აი ამ მიმართულებით. გამოვავლენთ ყველაფერს ბოლომდე. კი. მამად და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. აი ამ საინფორმაციო ომის მიმდინარეობისას ძალიან ბევრი ცილის წამება ისმის საქართველოს ეკლესიის მისამართით, სასულიერო პირების, მათ შორის მაღალი იერარქების მისამართით და ზოგჯერ იბნევა ხოლმე საზოგადოება და იგივე მრევლიც
რომელსაც უჩნდება შეკითხვები. რა არის სიმართლე, რა არის ტყუილი, დამაბნეველი ხდება ხოლმე ზოგიერთი ვთქვათ სიუჟეტი თუ რეპორტაჟი. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მომზადდა მიტროპოლიტ ანტონის შესახებ. და საუბარი იყო მის ბიზნეს წილებთან დაკავშირებით, პარტნიორთან დავასთან დაკავშირებით და აი საინტერესოა რომ სიმართლე რომ ბუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რაში მდგომარეობს სიმართლე მდგომარეობს სწორედ იმაში, რითიც თქვენ დაიწყეთ, ეკლესია არის აი ამ ინფორმაციული ბრძოლის ომის პირობებში, ეს ბარნოვის თემაც ასეთია, აი ამ ციანიდის დეკანოს გიორგი მამალაძის თემაც ასეთია, მის ესე იგი შეწყალებას და გარეთ გამოშვებას ყავს მტრები და ეს მტრები რამდენად არ უნდა იყოს საკვირველი, სწორედ მის გარემოცვაში არის და მის კომაგებში არის. როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ძალიან ხშირად ასე ხდება, მარტივ მაგალითს მოვიყვან, როგორც კი მეუფე ანტონმა თქვა, რომ ეკლესია და საპატრიარქო მზად არის ნაბიჯები გადადგას მის გამოსაშვებად, მაშინვე ატყდა ყიჟინა, რომ ეს ნაბიჯები უთუოდ არის რაღაცა ფარული გარიგების კვალდაკვალ, რომ თითქოს ეკლესია რაღაცის გაჩუმების ხარჯზე, დუმილის ხარჯზე პოზიციას იცვლის და ვინც ესეთი რაღაცები გააჟღერა, ის არის მტერი აი ამ პროცესის ჩიხიდან გამოსვლის. და ამ საინფორმაციო ომის გაგრძელება არის მეუფე ანტონზეც ეს ბოლო გადაცემა რაღაცა შეთითხნილი ღვარძლითა და სიძურულით სავსე ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, სადაც ცდილობდნენ რომ ჩვეული ფორმა არის ეს, რომ არგუმენტები არ არის მნიშვნელოვანი არის რომ ეფექტური იყოს ეს გადაცემა, რომ როგორღაც ტვინში ჩაუდოს მაყურებელს, რომ როგორი ცუდია ეკლესია, მისი წარმომადგენლები და უშუალოდ სინოდის წევრს ესხმიან თავს. ძალიან სამწუხარო არის, მაგრამ შევეჩვიეთ უკვე და ალბათ ამას დასასრული არ ექნება, ვიდრე ჩვენს ეკლესიას ქვია მებრძოლი ეკლესია, მოგვიწევს სიმართლესთვის ხმის ამაღლება ყოველთვის და როგორც ამობენ ბოროტიძალის ხელში ყველაზე მძლავრი იარაღი არის ცილის წამება, იმიტომ რომ ცილის წამება ადამიანს მაინც შეიძლება რომ დააჯეროს ის თქვა ის ტყუილი, რასაც გადმოსცემს. დიახ, მე მინდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტზე გავამახვილო ყურადღება. ჩვენ ადრეც მოგვიწია ამისი გაკეთება განცხადების ფორმით და ალბათ შემდგომშიც გავაკეთებთ ყოველ ჯერზე, როგორც კი ამას ექნება ადგილი. რაღაცა წარმონაქმნები, რაღაცა საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ რაღაც პატრიოტულ ნიშაში ჩაეწერონ, ყველაზე უფრო პოპულარული ლოზუნგების აღებასთან ერთად ცდილობენ რომ რაღაც საეკლესიო ლოზუნგებიც აიღონ. მაგალითად, რაღაც მართლმადიდებლობას იცავენ, მრწამს იცავენ, გაუგონარი რამ არის ადამიანს არ მიაჩნდეს არაფრად იერარქია, არ ყავდეს მოძღვარი, ელემენტარული ქრისტიანული ცხოვრების ნიშანწყალი არ ეტყობოდეს მის ქცევას და ის ცდილობდეს რაღაც ესეთი აგრესიული, ნახევრად ფაშისტური რიტორიკითა და პათოსით იცავდეს მართლმადიდებლობას, ისე რომ ეკლესიას იცავდეს, ისე რომ არც კითხულობს გჭირდება თუ არ გჭირდება ამ შემთხვევაში ასეთი მხარდაჭერა და ჩვენ ადრე გაგვიკეთებია ესეთი განცხადება რაღაცა ფაშისტური შეძახილებით და ლოზუნგებით რაღაცა ჯგუფებით ცდილობდნენ მსვლელობაში მონაწილეობა მიეღოთ ეკლესიის მიერ დაორგანიზებულ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით. მაშინ მოგვიწია ამ განცხადების გაკეთება, რომ ნუ შემოგვიერთდებით. აქაც ეხლაც და შემდგომშიც რამდენჯერაც იქნება მცდელობა, რომ ეკლესია სარწმუნოება ურაპატრიოტიზმის ნიშნით იყოს გამოყენებული ვიღაცის პოპულარიზაციისათვის, ყოველთვის მოგვიწევს ამ ესეთი განცხადების გაკეთება, რომ ეს არ არის მართლმადიდებლობა და ეს არ არის ეკლესიის დაცვა. დიდი მადლობა
შევახსენოთ ტელემაყურებელს, რომ კვირის მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა კიკეთში მდებარე წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ტაძრის წინამძღვარი და საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. გავაგრძობთ გადაცემას, ერთად მოვისმინოთ 7 გზის ლოცვა და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დროებით. ამოჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შეინთა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მასხურო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მასმინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საყვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ,
მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა უფალო დიდება შენდა ღმერთო გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო უფალო დიდება შენდა ღმერთო გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო უფალო დიდება შენდა ღმერთო გაამთლიანე და გადაარჩინე საქართველო დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და განვაგრძობთ გადაცემას. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის უმცროსი ქალიშვილის ბარბარე ბაბო შარვაშიძის მემუარები ინგლისურიდან ქართულად ითარგმნა და გამომცემლობა არტანუჯის მიერ წიგნად გამოიცა. წიგნის წარდგინება დღეს მწერალთა კავშირში გაიმართება. მანამდე კი ჩვენ წარვადგენთ დილის გადაცემაში წიგნს. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან გამომცემლობა არტანუჯის მთავარი რედაქტორი მწერალი ზვიად კვარაცხელია და მემუარების მთარგმნელი ქართული ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი ისტორიის დოქტორი ქალბატონი მაია ცერცოძე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მოგესალმებით, დილამშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ და გილოცავთ ახალ გამოცემას, რომლის წარდგინებას დღეს გაიმართება. აქვე იმასაც დავამატებ, რომ წიგნის პრეზენტაციასთან ერთად წერალთა სახლში შედგება ასევე ქალბატონ ნინო ხოფერიას ფილმის სახელწოდებით ბაბო შარვაშიძე ჩვენება პრემიერა. ამ ფილმს კი ჩვენი მაყურებელი, ერთსულოვნების მაყურებელი ჩვენს ეთერში შაბათს 22 საათზე ნახავს. რაც შეეხება წიგნის გამოცემას, ბატონო ზვიად, თქვენგან დავიწყებ, რითი არის მნიშვნელოვანი ეს გამოცემა, წიგნის მნიშვნელობაზე რომ გვესაუბროთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. გამომცემლობა არტანუჯი გამორჩეულია იმით, რომ გამოსცემს ამა თუ იმ უმნიშვნელოვანესი პიროვნების სხვადასხვა თვალსაზრისით გამორჩეული ადამიანის მემუარებს, დოკუმენტურ პროზას მათ მიერ დაწერილს და უმეტეს შემთხვევაში ეს არის პირველი პუბლიკაცია სანდო კომენტარებითა და შენიშვნებით. ამ მიმართულებით ვფიქრობ, ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია ეს გამოცემა, რის წარდგენას დღეს მწერალთა სახლში გაიმართება. აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის ქალიშვილის ბაბო შარვაშიძის მემუარები, ჩანაწერები, რომელიც ინგლისურ ენაზე დაიწერა. საგულისხმოა სწორედ ეს ფაქტიც, რადგანაც როგორც ამ წიგნის შესავალში ამ წიგნის რედაქტორი ნინო ხოფერია აღნიშნავს, მას არც ერთ სხვა ენაზე, რომელიც უკეთ იცოდა და რომელზედაც თქვა საუბრობდა, არც ქართულად, არც რუსულად, არც ფრანგულად არ დაუწერია ეს მემუარები, მან დაწერა იმ ქვეყნის ენაზე, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. მან თავის მეუღლესთან მეიენდორფთან ერთად გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები ლონდონში, ინგლისში და მათი იქ ცხოვრების ამბები არის ამ წიგნის ერთ-ერთი დასკვნით მონაკვეთში, მაგრამ ეს წიგნი საგულისხმოა იმით, რომ აქ ჩანს ამ ოჯახის საგა, შარვაშიძეების საგა და საერთოდ ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით მთავრის ოჯახის თავადაზნაურობის ბედი, მას შემდეგ რაც რუსეთის იმპერიამ დაიპყრო საქართველო, გააუქმა მეფობა და შემდგომ მეფობის ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ დაიწყო სამთავროების გაუქმებაც ერთმანეთის მიყოლებით და ამ წიგნში არის ცნობა იმის შესახებაც, თუ როგორ გადაასახლეს აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე და ბაბო შარვაშიძის მეხსიერებაში ეს ამბავი, ეს დაუვიწყარი ამბავი, ისევე როგორც აფხაზეთის მოსახლეობის მეხსიერებაში ეს
დაუვიწყარე ამბავი წლობით და ათწლეულობით დაილექა და განსაზღვრელი გახდა მათი პერმანენტული პროტესტისა ამბოხებისა, რასაც რუსეთის იმპერია ახშობდა მიზანმიმართულად. ბაბო შარვაშიძის ეს დღიურები და მემუარები არის მრავალმხრივ საინტერესო, როგორც იმ ეპოქის მკვლევარებისთვის, მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მკვლევარებისთვის, ასევე ქართული მათთვის, ვისაც აინტერესებს ქართული საზოგადოება, ურთიერთობები, ასევე რუსეთში გადასახლებული ქართველი დიდებულების მთავრების ბედი. არამტყუარ მართალი ან ლეგენდებით მოყოლილი ამბები, არამედ უშუალოდ ის ურთიერთობები, რაც და ის დამოკიდებულება, როგორცაც იჩენდა რუსეთის საიმპერატორო კარი მათ მიმართ. ეს იყო რაღაც მათრახისა და თაფლაკვერის ტიპის დამოკიდებულება, ანუ მათ აფასებდნენ თითქოს და მათ ისინი უყვარდათ, მაგრამ ისინი იყვნენ ტყვეობაში. პარადოქსი მეტად ვფიქრობ, ალბათ რუსეთის იმპერიის და ზოგადად რუსეთის ნამდვილი სახე არის, რომ ის ყველა დამონებულ ერს ზუსტად ასეთ დამოკიდებულებაში ამყოფებს და ამის გამოხატულება იყო მე-19 საუკუნის 30-იანი წლები, საერთოდ ვორონცოვის ფენომენი საქართველოში, რომელიც ერთი მხრივ ცდილობდა კულტურის აღორძინებას, მეორე მხრივ ის იყო ჩვეულებრივი რუსეთის იმპერიის წარმომადგენელი, რომელიც მიზანმიმართულად ახორციელებდა საქართველოს ანექსიის გეგმას და ამ წიგნში ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს. და ძალიან კარგად ჩანს აფხაზეთის ნოსტალგიური დამოკიდებულება ბაბო შარვაშიძისა აფხაზეთის მიმართ. ანუ ეპოქაზე ძალიან ბევრი რამეს ამოვიკითხავთ. უნდა აღნიშნოთ აუცილებლად ამ წიგნის თარგმნელის მაია ცერცვაძის დამსახურება, იმიტომ რომ ქალბატონმა მაიამ გარდა იმისა, რომ შესანიშნავად თარგმნა ეს ტექსტი, ძალიან სანდო შენიშვნები და კომენტარები დაურთო ამ წიგნს. ანუ როდესაც ამ წიგნს ვკითხულობთ, ჩვენ ამ წიგნის გარეთ არ გვიწევს გასვლა, ანუ არაფრის მოძიება დამატებით ამ წიგნის პერსონაჟების ამა თუ იმ გარემოების გასაგებად არ გვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან სანდო კომენტარებში, რითაც ცნობილია მაია ცერცვაძის შრომები, ჩვენ ამდენიმე წლის წინ გამოვეცით ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილები ქალბატონი მაიას რედაქციითა და შენიშვნებით და ეს წიგნიც ამ მხრივ არის ძალიან სანდო, იმიტომ რომ მათთვის, ვისაც აინტერესებს ამ ეპოქის კვლევა, ფაქტობრივად ამ წიგნში ყველაფერია. ყველაფერია. არის ფოტომასალები, არის უხვი კომენტარები, არის ტაბულები, ტაბულებში გულისხმობ ეს არის შარვაშიძეებისა და დადიანების გვარის გენეალოგიური ტაბულები, რომელიც იური ჩიქოვანმა შეადგინა და ერთვის ამ წიგნს, ასე რომ ჩვენ აი ამ ბაბო შარვაშიძის საგაში შეგვიძლია გზამკვლევად დავიხმაროთ ეს კომენტარები და ასევე ეს გენეალოგიური ტაბულები, რომელიც ფაქტობრივად მთელ ეპოქას აცოცხლებს. აქვე მაყურებელს ვეტყვი იმასაც, რომ ორიგინალი ბაბო შარვაშიძის მემუარებისა ინგლისურ ენაზე ინახება, არის დაცული ჩვენს ტელევიზიაში, ჩვენს სივრცეში, აი ამ ტელევიზიაში, შენობაში არსებობს ბაბო დადიანის ოთახ-მუზეუმი, რომელიც დააფუძნა ქალბატონმა ნინო ხოფერიამ და სწორედ იქ არის დაცული. ქალბატონი მაია, თქვენი პირველი შეხება მემუარებთან საინტერესოა, როდის მოხდა, სად ალბათ ჩვენ სივრცეში, მაგრამ აი თქვენ რომ მოხდეთ, საინტერესო იქნება და რატომ გადაწყვიტეთ რომ გეთარგმნათ? კი ბატონო, მოგახსენებთ. დიახ, პირველი ჩემი შეხვედრა და ჩემი გაცნობა საერთოდ ამ მემუარებისა მოხდა თქვენს ოთახ მუზეუმში, რომელზეც ახლა ისაუბრეთ. აქ დაახლოებით 1 წლის წინ, ცოტა ადრე, მე და ჩემი მეგობრები მოვედით უბრალოდ რომ დაგვეთვალიერებინა ეს ექსპოზიცია. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ეს ეპოქა. საინტერესო კი არა, ჩემი კვლევის მაგისტრალური, ასე ვთქვათ, მიმართულება არის მე-19 საუკუნე და მე-20-ის, აი 20-იან წლებამდე პერიოდი და აი ამ უამრავ ექსპონატს შორის იყო ესეც და
უბრალოდ დავინტერესდი და ვიკითხე რა არის ეს მეთქი და გავდობა ნინო მითხრა რომ ეს არის ბაბო შარვაშიძის ინგლისურენოვანი მემუარები, რომლებიც ჯერჯერობით არ არის არც თარგმნილი და არც გამოცემული ქართულ ენაზეო. მანქანაზე ნაბეჭდი ტექსტი იყო ეს და აი აქედან დაიწყო ასე ვთქვათ ჩემი შეხება ამ ამბებთან. მე რაღაც ნიმუში გადავთარგმნე, დაიკითხეს ოჯახის წევრებმაც, გავდობა ნინომაც და ნუ ესე დაიწყო და შემდეგ უკვე მხარდაჭერა იყო რასაკვირველია უკეთს რაღაც ატანოჯის და აი ამ ყველაფრის შედეგად გამოიცადა სახეზია დღეს ეს წიგნი. თვითონ ბაბო შარვაშიძის ცხოვრებასაც რომ შევეღოთ, ის საკმაოდ ხანდაზმულ მასაკში გარდაიცვალა, როგორც ვიცით და ძალიან ბევრი ისტორიულ ფაქტ პირადად შეესწრო. ბუნებრივია ამ ყველაფერზე ის ალბათ წერს და იხსენებს აი ამ მნიშვნელოვან მოვლენებს მისი ცხოვრებიდან. გარდა ამისა ვიცით რომ საიმპერატორო კართან იყო დაახლოებული და აქედან გამომდინარეც ბევრი ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მემუარებში. რას გვეტყვით, თქვენ რას გამოარჩევთ? იცით რა, გამორჩევა ცოტა გამიჭირდება, იმიტომ რომ მე არ მეგულება არც ერთი აბზაცი, რომელიც საინტერესო არ იყოს. თხრობა იწყება საქართველოდან, აფხაზეთის სამთავროს გაუქმებიდან, როგორც ვიადმა აღნიშნა, და შემდეგ გრძელდება ის რუსეთში, რუსეთის ამბებით და ბოლოს უკვე ემიგრაციით მთავრდება. განსაკუთრებით მაინც საინტერესოა ალბათ ჩვენთვის აფხაზეთის ამბები, აი ეს ბოლო ისტორიები, როგორ მოხდა მთავრის გაყვანა თავისი სამთავროდან, რა ვერაგულად მოიქცა ამ დროს რუსეთის იმპერია, რა მონაწილეობას ღებულობდა ვთქვათ მთავარმართებელი აი ამ საქმეში და კიდევ აი ეს აფხაზურ-ქართული ურთიერთობები ძალიან საინტერესო. ქავტონი ბაბო იზრდებოდა აფხაზ დედობილთან, ის აღწერს ამ ამბავს, ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. ძუძუმტეობის ტრადიცია, ეს ტრადიცია, რომელიც ჩვენს მხატვრულ პროზაშიც არის გაცოცხლებული, აი ამჯერად უკვე დოკუმენტურ პროზაშიც აისახა ეს ამბები. პერსონაჟები არიან ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანია მათი გალერეა, ძალიან შთამბეჭდავია. გიორგი შერვაშიძეც ქართველი, ნუ აფხაზი, მაგრამ საქართველოს დიდი პატრიოტი, პოეტი და დრამატურგი გახლავთ ძმა ბაბო შარვაშიძის და მის ამბებს, მისი ოჯახის ამბებს ეთმობა დიდი ყურადღება, მათ შორის მის მონაწილეობას დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვის ცერემონიალში, ესეც ძალიან საინტერესოა. აქ არის კიდევ კურორტ გაგრის მშენებლობის ამბები, როგორ დაიწყო, ვინ იყო ამ ყველაფრის მთავოსანი, როგორ მიმდინარეობდა. ეს ყველაფერი რასაკვირველია ისტორიულ მეცნიერებაში ცნობილია და გამოკვლეულია, მაგრამ კიდევ სხვა, ასე ვთქვათ, ეშხი აქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას, როდესაც ამას აღწერს. მემუარი თავისი სუბიექტურ შთაბეჭდილებებს აფიქსირებს და მრავალ ნიუანსში გარკვევას, ის კი მშრალი თხრობა კი არ არის, ეს არის ძალიან ისეთი საინტერესო თვითმხილველის ჩანაწერები, მისი სუბიექტური აღქმა, რაც ავსებს აი ამ ისტორიულ ქრონიკებს, რომელიც მოეპოვება ისტორიულ მეცნიერებას. მე ისიც მინდა აღნიშნო, რომ ეს გარდა იმისა, რომ ისტორიის წყაროა, საისტორიო წყაროა მკვლევართათვის ლიტერატურული ფაქტიც არის ამ წიგნის გამოცემა, როგორც დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი ნიმუშისა, non-fiction-ი გახლავთ, რაც დღეს ძალიან ტრენდულია, თუ თანამედროვე ტერმინსაც ვიხმართ, ძალიან დიდია მასზე მოთხოვნა და აი ამ ხრივაც არის ეს გამოცემა საინტერესო, მის როგორც ისტორიკოსებს, ასევე ფილოლოგებს დააინტერესებს და ქართული კულტურის ზოგადად გულშემატკივრებს და ზოგადად ქართველ მკითხველს. რაც შეეხება კომენტარებსა და შენიშვნებს, აი ამაზეც რომ გამომახვილოთ ყურადღება, თქვენ ბრძანდებით ავტორი, ასევე ეს არის კიდევ დამატებითი კვლევა, რაც თან ახლავს თარგმანს. დიახ. კომენტარების კეთება, რა თქმა უნდა, არის საჭირო მე ვთვლი, იმიტომ რომ ბევრი რამ განსაკუთრებით ესეთ ჩანაწერებში, დღეურებში, ეპისტოლებში, რაც გამოქვეყნებისთვის არ არის თავიდან განსაზღვრული, არის განსამარტავი. მაგალითად, ეპისტოლური მემკვიდრეობის კვლევისას ადრესა და ადრესატი ერთმანეთს მიმართავს და მათ იციან რაზეა საუბარი, ისინი ასახელებენ პირებს, ფაქტებს, მოვლენებს, ხან თქვათ რაღაც შინაურული სახელებით, კნინობითი სახელებით, მაგრამ
ჩვენ არ გვესმის ეს, თუ არ განმარტეთ, თუ არ მოხდა ამ პირთა იდენტიფიკაცია და გაცნობა საზოგადოებისთვის, მკითხველისათვის. პირთა იდენტიფიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხანდახან ერთ ეპოქაში ერთი და იგივე გვარსახელით გვხვდება რამდენიმე პირი და თუ კარგად არ იცნობ ეპოქას, არ იცნობ იმ გარემოებებს და იმ ისტორიას, ის ფონი თუ არ იცი, ასე ვთქვათ, კარგად ძნელია ზუსტად მოხდეს პირის ამოცნობა, ვინ არის და აი ამ ხრივაც იყო სამუშაო. ნუ ახლა ყოველთვის პასუხისმგებლობის მქონე მკვლევარს რჩება კიდევ მეტის გაკეთების სურვილი და განცდა, ეს ალბათ შეიძლება კიდევაც გაგრძელდეს, მეც გავაგრძელებ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პირველი გამოცემისთვის მე ვფიქრობ, რომ დამაკმაყოფილებელი შედეგი. შესავალი უძღვის წიგნს, რომელიც ქალბატონ ნინო ხოფერიას წიგნის რედაქტორს ეკუთვნის და წაკითხვისას ასე თუ ისე წარმოდგენა გექმნება მემუარების შესახებ. ჩვენ ჯერ არ წაგვიკითხავს და ამიტომ მხოლოდ შესავალი შეგვიძლია ვიმსჯელოთ. აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებზე კიდევ მინდა რომ ყურადღება გავამახვილოთ აი ამ კონტექსტში, ამ ჭრილში რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ წიგნის გამოცემა, იმიტომ რომ ეს არის ის ტკივილი, რომელიც ბუნებრივი არასდროს განელდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს თემა თითქოს ხანდახან აი მიიჩქმალება ხოლმე, არც ისე ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე. რამდენად მნიშვნელოვანი ნიუანსები ჩანს აი ამ მემუარებიდან ქართულ-აფხაზური ურთიერთობის ზვიად? საერთოდ პირველ ყოვლისა ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველაფერი როგორი იყო აფხაზეთის ცხოვრება, აფხაზეთის სამთავროს ცხოვრება, რომ წარმოდგენაც გქონდეს, აი ქალბატონმა მაიამ ახსენა ეს დრო იცვლება, გადის საუკუნეები, ჩვენ შორდებით ამბებს, ჩვენ შორდებით პერსონაჟებს და რაღაცებს განმარტება ჭირდება, რაღაცები პროპაგანდისტულად იყო მოწოდებული, რომელსაც მოგეხსენებათ, გაყალბებულად ხშირად იყენებს ის, ვინც ცდილობს, რომ აფხაზეთი არ იყოს საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ასეთი ტიპის გამოცემებით ჩვენ აღვადგინოთ სიმართლე, ნამდვილი სახე და ნამდვილი კუთხით წარმოვაჩინოთ თუ როგორი იყო აფხაზეთი, თუ როგორი იყო ის ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი აფხაზური საზოგადოება და როგორ იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის აფხაზთა მთავარი. აქ არის როგორც მისი, ასევე მის შთამომავალთა ძალიან პრინციპული დამოკიდებულება საქართველოს ერთიანობისადმი და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ბაბო დადიანი თუ არ ვწდები, ბაბუა გიორგი შარვაშიძეზე ასე იქცენიებს მას, ხო? ბაბო დადიანი გახლავთ გაცრავად ზეად ბარბარე შარვაშიძის დის შვილიშვილი. დიახ. და ქალბატონ ნინო ხოფერიას მოყავს მისი ეს მოგონება თუ როგორი იყო მისი უკომპრომისო და პრინციპული დამოკიდებულება რუსეთის ძალადობრივი როლის მიმართ საერთოდ კავკასიაში. ამ ხსონას და მეხსიერებას რუსეთის ძალადობრივი ოკუპაციისა ინახავდა მთელი შთამომავლობა, ერთმანეთს გადასცემდნენ მას, როგორც ემიგრაციაში წასული, ისევე საქართველოში დარჩენილები. და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ვიცოდეთ და ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ ის ყველაფერი თუ როგორი იყო როგორ ცხოვრობდა იმ დროს აფხაზეთი თავისი ადამიანური ურთიერთობებით და ამ წიგნში ეს წიგნი იმითაც არის საინტერესო რომ ადამიანური ურთიერთობები უხვად არის ძალიან ეპოქალური მოვლენების ფონზე სოფლიო ომების ფონზე ევროპა რუსეთის იმპერია აფხაზეთი საქართველო ხდება რევოლუციები ამ დროს ბაბო შარვაშიძე საუბრობს ამ ეპოქალურ მოვლენებზე და საუბრობს ადამიანურ ურთიერთობებზე, რომელიც შეიძლება იმ დროინდელი გადმოსახედიდან იმ ეპოქალური მოვლენების ფონზე არ იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ დღეს ყველაფერი არის ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სწორედ ამ ადამიანური ურთიერთობების, რომელიც ჩვენ წვრილმანი ვგონია, ფონზე ბევრი რამ ხდება. და აი მსგავსი ტიპის გამოცემებით ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არათუ რაღაცნაირად ლოზუნგების დონეზე კონდეს აფხაზეთი ჩვენს მეხსიერებაში, არამედ ჩვენ საქმით დავამტკიცოთ, საქმით ვამტკიცებდეთ
აფხაზეთისადმი ჩვენს დამოკიდებულებას. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად. მე შევახსენებ მაყურებელს პრეზენტაცია მემუარებისა გაიმართება დღეს მწერალთა სახლში და წიგნის წარდგინებასთან ერთად ასევე შედგება ნინო ხუფერიას ფილმის სახელწოდებით ბაბო შერვაშიძე ჩვენება. ამ ფილმს ბაბო შარვაშიძე თქვენ იხილავთ ერთსულოვნების ეთერში შაბათს 22 საათზე. ჩვენი სტუდიის სტუმრები კი იყვნენ გამომცემლობა არტანუჯის მთავარი რედაქტორი მწერალი ზვიად კვარაცხელია და ჩანაწერების მთარგმნელი ქართული ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი ისტორიის დოქტორი ქალბატონი მაია ცერცვაძე. გრძელდება გადაცემა, ახლა სიუჟეტის დროა პირდაპირ ეთერში ჩვენი ჟურნალისტი ელენე ვადაჭკორია პარალიმპიურ კომიტეტს სტუმრობდა და შეხვდა სპორტსმენებს, მათ შორის 15 გზის მსოფლიო თასის მფლობელ პარამოფარიკავე ირმა ხეცურიას. ვნახოთ სიუჟეტი და ერთად შევიტყოთ სპორტსმენების წარმატების შესახებ უფრო მეტი. პარასპორტის განვითარების ცენტრი დღეისთვის 200-ზე მეტ პარასპორტსმენს და 15-ზე მეტ სპორტის სახეობას აერთიანებს. დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საშუალებას აძლევს სპორტის სხვადასხვა სფეროში საკუთარი ძალები მოსინჯონ. მათგან უმეტესობა კი უკვე არაერთი საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებულია. სპორტსმენების მომზადებას აღნიშნული ცენტრი უზრუნველყოფს, მათ საერთაშორისო ტურნირებზე გამგზავრებას კი პარალიმპიური კომიტეტი. როგორც პარალიმპიური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა რევაზ რევაზიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადისთვის მზადებაა. სახელმწიფო პროგრამაა პარალიმპიური კომიტეტი. უდიდესი მხარდაჭერა გვაქვს, შემიძლია ვთქვა. უკვე ძალიან დიდ მასშტაბებს მივახციეთ. პარალიმპიური კომიტეტი საერთოდ ოლიმპიური ციკლი არის ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე. ანუ დაიწყო მზადება, შედეგი დადო ოლიმპიადაზე, მე ნულდება ყველაფერი, იწყება თავიდან მე შემდგომში მზადება, ლიცენზიების მოპოვება, რეიტინგებში აწევა და ასე ვთქვათ დამკვიდრება ადგილის. რა თქმა უნდა, ეხლა 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშებია მომავალ წელს. ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ გადასული 2019 წელი და 2020-ის პირველი ნახევარი არის ფაქტობრივად ლიცენზიების მომპოვების წელი. ყველა იმ სპორტის სახეობაში, სადაც ვფიქრობთ, რომ რაღაც შედეგს მივაღწევთ სერიოზულს, გვაქვს სრული მზადყოფნა, იღებენ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას. იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ქართველმა პარასპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა პირველობა არც ამჯერად დათმო და უკვე მე-15 ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 15 მსოფლიო თასზე და მსოფლიო ჩემპიონატის 1 ოქრო, ასეთია პარამოფარიკავეს არც თუ ისე დიდი ხნის სპორტული კარიერის ისტორია. იტალიიდან ახლახას დაბრუნებული სპორტსმენი ცენტრში აქტიურად ვარჯიშობს, როგორც თავად ამბობს, მის წარმატებაში უდიდესი წვლილი მწვრთნელს მიუძღვის. ახლა კი ყველაზე მთავარი გამოწვევა ტოკიოს ოლიმპიადისთვის მზადებაა. ინტელექტუალური სპორტის სახეობა და იმდენად რთულია ამ ყველაფერზე ჯერ დაწყება, შესწავლა და დღემდე რო სწავლის პროცესში ხარ, გამიჭირდებოდა მეგონა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი ისე კარგად შევითვისე და ვითვისებ, რომ ალბათ ოლიმპიადაზე, პარაოლიმპიადაზე უკვე სხვა შედეგი იქნება და სხვა გადმოსახედიდან გავიხსენებ ჩვენ საუბარსაც კი. შეეხება შინაგან ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ნარჩენი კომპლექსები რაც მქონდა, ძირფესვიანად ფარიკაობამ აღმოფხვრა ამ სპორტის სახეობა. ეტაპზე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის პირველობა, ევროპის ჩემპიონატის პირველობა, ეს 2020-ში იქნებოდა მსოფლიო ჩემპიონატის ვალდებით უკვე სექტემბერში სამხრეთ კორეაში. საბოლოო მიზანი მაინც პარაოლიმპიადა და ვიცი რომ ტოკიოში ჩვენ სათქმელს აუცილებლად ვიტყვით და მაღალი სინჭის მედალზე ამბიცია ტყუილა ნამდვილად არ გვაქვს. რომარეთ ჩემი გუნდი ალბათ საწყისიდანვე არ ვიქნებოდი ფარიკაობაში და აღარ გავაგრძელებდი მათი სწორი დამოკიდებულება გულისხმობ ჩემს მწვრთნელს, რომელიც პირველივე დღიდან სწორად მომიდგა და ჩემთან ერთად სწავლობდა ეტლით ფარიკაობას. ეტლით ფარიკაობა იყო ერთ-ერთი პირველი სპორტი პარა სპორტულ სახეობებს შორის,
და ფარიკაობის განვითარებას მოყვა შემდგომ სხვადასხვა სპორტული სახეობების განვითარება. პირადი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა ჩემ 5-ვე სპორტსმენს, რა თქმა უნდა, იმ 300-ვეს, ვინც სხვადასხვა სპორტულ სახეობებშია და ეს არის აქტივობა. ხალხი, რომელიც მიჯაჭვული იყო სახლში საკუთარ რაღაც გარკვეულ სამყაროს ჩარჩოებს, გამოვიდა ამ ჩარჩოებიდან. თეაბოლქვაძე პარამშვილდოსანია და ის პირველი ქალია, რომელსაც სპორტის ამ სახეობაში აქვს შესაძლებლობა საკუთარი ქვეყნის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე წარადგინოს. სამიზნე ამჯერად მისთვისაც მომავალი ოლიმპიადაა. სპორტსმენი პარასპორტის განვითარების აუცილებლობასა და მისი მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრა. პირველი შვილდის დაკავება იყო ძალიან დიდი სიამოვნება მოახვედრე ყვითელში და დამაინტერესა ამ სპორტმა, როგორც თქვა, ტრავმირებული უკვე ვესადაგებოდი ამ სპორტს და უკვე 2014 წლიდან ვარ ამ სპორტში. პარასპორტის განვითარების ცენტრი ზოგადად არის ძალიან დიდი ოჯახი. აქ რომ მოდიხარ, შენ ავლენ შენს პოტენციალს უკვე როგორც ტრავმირებული ან როგორც შიშმოპირი ან არ აქვს მნიშვნელობა როგორ დაზიანება იქნება, როგორც ყველა ჯარისკაცი ოცნებობს გენერლობაზე, ყველა სპორტსმენი ოცნებობს ოლიმპიადაზე. ძირითადად იმიტომ მოდიხარ, მით უმეტეს შვილდოსნობა ძალიან აზარტული სპორტია, რომ გვინდა რომ ვიყოთ პირველები. უკვე 6 წელია, რაც პარასპორტის განვითარების ცენტრი და პარალიმპიური კომიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ახალ გამოწვევებს თავაზობს და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით ცდილობს. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, მინდა წარმატება ვუსურვო ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბევრ დიდ სიხარულს გვანიჭებენ. და ეს ძალიან საამაყოა და მეც ვერთები შენს სურვილს და მინდა რომ მეც ძალიან ბევრი წარმატება და ჯილდო ვუსურვო მათ. არანაკლებ საინტერესო თემით და სასიამოვნო თემით გამოგცემთ საუბარს სტუმართან ერთად 1991-2019 სამოქალაქო ომიდან დღემდე ამ სახელწოდებით ფოტოგრაფმა დავით თაბაგარმა ახალი პროექტი გადაიღო, რომელზეც რუსთაველის გამზირზე 91 წლის სამოქალაქო ომის დროინდელი ფოტოების იდენტური მასალა უკვე გამოაქვეყნა. ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ მასთან ერთად. დავითი ჩვენი სტუმარია. დავით დილამშვიდობისა. მოგესალმებით, რომ გესტუმრეთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, დილამშვიდობის მესალმებით. მადლობა. საინტერესოა უშუალოდ პროექტზე საუბარი, თუმცა ამის დრო გვექნება და ოდნავ მოგვიანებით, მანამდე საინტერესოა ალბათ დავიწყოთ საუბარი იმით, როგორ დაინტერესდით და როდიდან ფოტოგრაფიით, როგორც წესი ხშირად ყველაფერი ხობით იწყება ხოლმე და შემდეგ ჩნდება აზარტი. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? დაწყება ამ ამბის არის ესეთი, რომ ბავშვობაში, როცა სათამაშოებით თამაშობდი მანქანებით, ამ სათამაშო სცენებს რაღაც მანქანას რო ვატარებდი, როგორც კადრებად ისე უყურებდი და მე მოგვიანებით ეს ასაკთან ერთად, ანუ როცა ტელეფონი უკვე მქონდა და რაღაცა, ვცდილობდი რომ ეს რაღაცები გადამეღო. ესე დაიწყო და მე განვითარება რაღაც მე უკვე ფოტოაპარატით და შემდეგ და მოვედით აქამდე. ყველაფერი დაიწყო სათამაშო მანქანებით და პატარაობაში თამაშით. ეხლა ჩვენც ესე კადრად დაგვიყვა, რაღაცა კომპოზიცია. აი ზუსტად ეს არის კომპოზიცია. ეს თვისება შემოგრჩა, ისევ კადრებად ხედავთ? კი, რა თქმა უნდა, რაღაცებს როცა ქუჩაში დავდივარ, ან როცა ფოტოაპარატი სულ ვცდილობ რომ თან მქონდეს, თუმცა როცა არ მაქვს, ყველაფერს ტელეფონით გადაღებულ ფოტოებს ვათვალიერებთ ეთერში. კი, ტელეფონით ვცდილობ რომ გადავიღო და რაღაც ის კადრი რაც არის, ის კადრი გამოაჩინო. დავით, ბარემ მკითხავ პროექტის შესახებაც, ძალიან საინტერესო პროექტია თავისთავად. რას ისახავს მიზნად ეს პროექტი? საინტერესოა და თქვენთვის რამდენად საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა? მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ქვია 1991-2019 სამოქალაქო ომიდან დღემდე, თქვენ გადაიღეთ ფოტოები თბილისის ომის დროინდელი, შემდეგ ახალი იდენტური და მოხდა ამ ფოტოების შედარება. ანუ ეს პროექტი იმისდად ისახავს, რომ ვაჩვენოთ საზოგადოებას დღეს, ანუ ასაკის იმ თაობას, რომელიც ამ ომს არ მოსწრებია, რა ხდებოდა ზუსტად იმ პერიოდში რუსთაველის გამზირზე, ანუ რა მოგვიტანა სამოქალაქო ომმა. თქვენც არ მოსწრები ხართ ვინაიდან? არა, რა თქმა უნდა მე 23 წლის ხართ, ხო? თუმცა მე და ელისაბედ სამწუხაროდ ეს პერიოდი ბევრს ახსოვს, თუმცა ანუ ამის იმის თქვა მინდა ამ პროექტით ეს ფოტოები აჩვენებს იმას, რომ ამბავი რომელიც თბილისში მოხდა, ეს არ ყოფილა ომი რაღაც ორ ქვეყანას შორის, რაღაც რომელსაც შეიძლება დაწყებას რაღაც გარკვეული გასამართლებელი მიზეზები ჰქონდეს. ეს იყო ომი ქალაქში, რომელ ქალაქშიც ადამიანები თუნდაც დავშეთო
რამდენიმე დღით ადრე ომამდე ერთმანეთს ესალმებოდნენ, ერთმანეთის მეზობლები იყვნენ და მეორე დღეს ერთმანეთის მტრები გახდნენ. ანუ ეს კი ამბავი არის თვითონ ძალიან ცუდი, ის რაც მოხდა და ზუსტად ამას ისახავს მიზნად რომ არ განმეორდეს არასდროს მომავალში მსგავსი ფაქტი. აი ეს არის მთავარი სათქმელი ამ პროექტის. და როგორი იყო მუშაობის პროცესი? მუშაობის პროცესი იყო საინტერესო, იმიტომ რომ არქიტექტურულად რაღაც ნაწილები არის შეცვლილი და ზუსტად იგივე კადრის დაჭერა ცოტა რთული აღმოჩნდა. არქიტექტურულად ძალიან ბევრი რამეა შეცვლილი. კი, ქალაქში რაღაცები არის გადაკეთებული, მაგალითად იყო რამდენიმე ობიექტი, რომელიც ფოტო ან რომელიც უბრალოდ ვერ ვიპოვე, ვერ მოვახერხე რომ სადმე მენახა. და ამ ფოტოების დადგმა მოგიხდა თუ აი საინტერესოა საარქივო მასალასთან ერთად ალბათ ხო შეხამება. იმ საარქივო მასალა, რომელიც ინტერნეტში მოიპოვება, ის ფოტოები გადმოვიწერე. სხვათა შორის ქართულ გვერდებზე მე არ მახსენდება ასეთი. ხო, აი ქართულ გვერდებზე ძირითადად არის. არის ესეთი საიტი, მსოფლიო ფოტოგრაფების და მოკლედ დიდი სააგენტოები აქ ტვირთავენ თავიანთ მასალას და საძიებო სიტყვებით იძებნება ეს ამბები ისტორიული მოვლენების საქართველოს და მსოფლიოში ზოგადად. ამას ამ ფოტოებს აქვეყნებენ კონკრეტული სააგენტოები და ამის მიხედვით მოკლედ იძებნება რა და სხვათა შორის ქართველი ფოტოგრაფების გადაღებული ფოტოები მე იქ არ შემხვედრია. ძირითადად არიან ეს ფოტოები, ვისაც არის ყველა უცხოელი ფოტოგრაფია. კეთილი. დავით, აი საინტერესოა შენი როგორც ახალგაზრდა ფოტოგრაფის ხედვა, რა ძალა აქვს პროფესიულ ფოტოგრაფიას დღეს აი ეს ტექნოლოგიურ ეპოქაში, მაშინ როდესაც ყველა შეუძლია ფოტოს გადაღება. აი თქვენთვის რისი გამოხატვის შესაძლებლობებს იძლევა აი ეს პროფესია? ცით როგორ არის, ვფიქრობ რომ ფოტოგრაფია ზოგადად არის საშუალება იმის, რომ რაც სათქმელია გადმოვცეთ, რაღაც ავსახოთ, იმიტომ რომ ხშირად არის ისე, რომ მაგალითად თვარეს ტელეფონით კარგად ვერ იღებენ ხოლმე, როგორც წესი რა. არის რაღაცები, რასაც ტელეფონით, ჭირს გადაღება. აი პროფესიონალურ ფოტოგრაფიას რაც შეეხება, შეიძლება ამ კუთხით გამოვიყენოთ პროფესიონალური ტექნიკა, რომ რაღაცები გადავიღოთ ისე, რასაც ტელეფონი უბრალოდ ვერ აღიქვამს. თუმცა ჩვენ ეპოქაში ტელეფონმა ბევრი რამე გაამარტივა და ფოტოგრაფიის კუთხითაც დიდი კონკურენტი გამოუჩნდა, ესე რომ ვთქვათ, ფოტოგრაფია ან ფოტოაპარატებს. დიახ. მით უმეტეს იმ სფეროში, რასაც რეპორტაჟი ქვია და რასაც ანუ რაღაც სიახლის კონკრეტული ტერიტორიიდან რაღაც მოვლენიდან რაღაც ფოტო გჭირდება, ტელეფონმა ეს ძალიან გაამარტივა და ისე რომ კონკურენცია ამ კუთხით დიდია. თუმცა ანუ როგორც აღნიშნე, ფოტოგრაფი სხვა არის და მოყვარული კი, რა თქმა უნდა, მაინც თავისი გავლენა აქვს რაღაცეებს. ბუნებრივია ექნება. აი თქვენთვის რისი გამოხატვის საშუალება არის ფოტოგრაფია? რის საშუალებას გააჩნია? ფოტოგრაფია არის საშუალება, რომ გადმოვცეთ რაღაც ავსახოთ კონკრეტული რეალობა, რაც ჩვენ გვაწუხებს, ან გვინდა რომ ლამაზი იყოს, ან რაღაცა ამბავი რაც არის, რომ ამბავი რომ გადმოვცეთ, ეს არის ჩემი აზრით ფოტოგრაფიის მთავარი დანიშნულება, რაც კონკრეტული ამბავის გადმოცემა. რომელი ჟანრია თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო? ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო ჟანრები არის ქუჩის ფოტოგრაფია, ურბანული ფოტოგრაფია, არის ესეთი მიმდინარეობა urbex-ი კიდევ. ეს სტილი არის დანგრეული შენობები, მიტოვებული შენობები. შთაგონების წყარო უხვად გექნებათ თქოში. კი, რა თქმა უნდა და ასევე რეპორტაჟი და ცხელწერტილებში მუშაობა არის ჩემთვის საინტერესო. დავით. არა, ცხელწერტილებში არ ვყოფ, მაგრამ თუ იქნება ამის საჭიროება, აუცილებლად გადავიღებ. კეთილი. დავით, აი ფოტოები ეხაც ხედავს მაყურებელი, რაღაცა განსაკუთრებული რაკურსით გაქვს გადაღებული და ეს ნუ პირადად ჩემში ახლა სუბიექტურად ვიტყვი, განსაკუთრებულ ემოციას იწვევს. ალბათ ასეა ბევრი ადამიანისთვისაც. აი საინტერესოა წინასწარ გეგმავთ ხოლმე გადაღების ადგილებს, თუ აი უფრო ხშირად იმპროვიზაციას მიმართავთ, აი როგორ ხდება, იმიტომ რომ მართლაც გამორჩეულია თქვენი ფოტოგრაფია თუ კი შევადარებ სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრებს. საქმე არის იმაში, რომ როგორც წესი სახნა როცა გავდივარ, არასდროს არ გვეგმავ რაღაც კონკრეტულის გადაღებას. ესე ბოდიში გაწყვეტინებ, რა უცნაურია, რომ მაინც და მაინც დღეს არ გაქვს აპარატი. ხო, აი დღეს სახნა როცა გამოვდიოდი, ზუსტად მაგას ვეუბნებოდი ჩემს, რომ აი მოხდა ისე, რომ დღეს არ გავდივარ. თუმცა ტელეფონით მაინც უნდა გადაგვიღო და ვამაყებთ, რომ ეს გადაღებული ფოტო. ხო და იმის თქვა მინდა, რომ როდესაც საχνიდან გავდივარ, არასდროს არ გვეგმავ რაღაც კონკრეტულის გადაღებას, რომ აი წავალ და გადავიღებ ამას. იმიტომ რომ თუ რაღაც მოვლენა არ ხდება ყოველ შემთხვევაში. ზოგადად როგორც წესი ქუჩაში გასვლისას ინსპირაცია მაშინ მოდის რაღაც კადრებს ხედავ და ამის მიხედვით, თორე ესე დაგეგმილად რა თქმა უნდა არის დაგეგმილი გადაღებების, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, რომ ფოტოებში, რომელსაც მე ვიღებ, არ ეტყობოდეს კვალი იმის, რომ აი დავშ რაღაც კადრი დავდგი, იმიტომ რომ კადრები ვფიქრობ, რომ ემოცია უნდა იყოს ნამდვილი და
ვისაც უღებთ თუ ეხა ეს ისეთი კადრია, ფიქრობ რომ ყოველთვის აჯობებს რომ არ იცოდეს როცა ფოტოს უღებთ, იმიტომ რომ ნამდვილი ემოცია მოდის ამ შემთხვევაში და არა ისე როცა აი თქვა გაიღიმე დაკენებული პოზა. ხო, გაიღიმე ჩიტი გამოფრინდება. ეს მოძველებული კლასიკად ქცეული ხო და მოკლედ ეს ამბავი რა, ანუ ფიქრობ რომ არავინ არ უნდა იცოდეს როცა ვიღებთ რაღაც კადრს, ქუჩის ფოტოგრაფიას რაც შეიძლება. მე პირადად რა ფოტოც მაქვს თქვა აი ჩემი მეგობრების გადაღებული, ყველაზე მეტად რაც მომწონს და სხვებშიც ემოციას იწვევს, სწორედ ასე აგრია, როცა ადამიანმა არ იცის და უღებ ფოტოს არის ის ვინც რეალურად არის. როცა იცის რომ ფოტოგრაფი უღებს ვიღაცა უღებს, საერთოდ პოზირებს მაინც. პოზირებს და რაღაც ბარიერები უკვე იქნება. დავით, სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით? კონკურსებში მონაწილეობის მიღება რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული ზრდის კუთხით? ან ალბომის გამოშვებას თუ მიმართულებითაც თუ გეგმა? იცი როგორ არის? ზოგადად ეს მიმართულება თვითონ ისეთია, რომ საქართველოში აი ქუჩის ფოტოგრაფია, ურბანული ფოტოგრაფია მეტნაკლებად ახალია, აი ხა ეს ღამის ფოტოგრაფიას რაც შეეხება და ვცდილობ რომ ეს ფოტოები რაც სოციალური ქსელების საშუალებებით, ინსტაგრამი კარგად მუშაობს ამ კუთხით, რომ საზღვრებს გარეთ გავიტანო ეს ფოტოები, რომ პოპულარიზაცია უფრო მეტი აქვს და უფრო ნახველი შედარებით მეტი, იმიტომ რომ ქართული Facebook როგორც წესი არის უფრო ლოკალური და აქ ანუ ფოტოები აქ განთავსებული მხოლოდ ჩვენ არეალში ექცევა. და რაღაც კონკრეტული ჰაშტაგებით ინტერნეტში უფრო მარტივად მონახვადი ხდება ფოტოები და ცნობადი უფრო არის ამ კუთხით. და რაც შეეხება კონკურსებს მოკლედ. ხო, აი კონკურსებს ხო, ზუსტად კონკურსებზე ვამბობდი, რომ ეს ფოტოები ვცდილობ რაღაც გავგზავნო, ზუსტად ურბანული კონკურსები. ძალიან დიდი მადლობა დავით. წარმატებებს გისურვებთ. და შევახსენებთ მემაყურებელს, რომ ფოტოგრაფი დავით თაბაგარი საუბრობდა სტუდიაში. განვაგრძობთ გადაცემას, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით თეატრცოდნე ნიკოლოზ ტულუკიძესთან ერთად დაგველოდეთ. დროებით. მარიხუანა, სცენარის ლათინური დასახელება კანაბის. მასში შემავალი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერება, ტეტრაჰიდროკანაბინოლი იწვევს დნმ-ის დაზიანებას, გულის ფუნქციების დარღვევას. აქვეითებს ღვიძლის ფერმენტების აქტივობას, რასაც შედეგად მოსდევს ღვიძლის ფუნქციის მოშლა. ამცირებს სისხლში ტესტოსტერონის დონეს, რომელიც მამაკაცის მთავარი ჰორმონია. იწვევს მოზარდების სქესობრივი ფუნქციების დარღვევას. მარიხუანას მოწევა თამბაქოზე ბევრად უფრო ძლიერად აზიანებს სასუნთქ სისტემას. მარიხუანა კლავს ტვინის უჯრედებს. სწორედ ჩემმა შრომებმა მიმიყვანეს ღმერთთან და რწმენასთან. ანტუან ბეკერელი, ფრანგი ფიზიკოსი, ნობელიანი, რადიოაქტიურობის აღმომჩენი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ გადაცემას თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციისათვის ტელესივრცეში თეატრცოდნე ნიკოლოზ ტულუკიძეს თეატრალური საზოგადოებისაგან ეროსი მანჯგალაძის სახელობის პრემია გადაეცა. ქართული თეატრის დიდი გულშემატკივარი, თეატრის ისტორიის განსაკუთრებულად კარგი მცოდნე, თეატრის ისტორიის ცოცხალი მემატიანე ნიკოლოზ ტულუკიძე დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია. ნიკოლოზ, დილამშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. გილოცავთ, გულწრფელად გილოცავთ ამ ჯილდოს, რომელიც ნამდვილად არის დამსახურებული და
მომავალშიც ბევრ წარმატებას გისურვებ. ძალიან დიდი ნიკოლოზ, მადლობა. არაერთხელ ბევრ ინტერვიუში სხვადასხვაგან მოგისმინე ამბობ, რომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის ეროსი მანჯგალაძის სახელობის ჯილდო. რატომ? აი, დამოკიდებულება ეროსი მანჯგალაძესთან და ჯილდოს მნიშვნელობის შესახებაც რომ გითხრა, რა თქმა უნდა. ჩვენ ხო ზოგადად ალბათ ადამიანის ბუნება ასე რომ დაჩაგრული უფრო უყვართ. ეროსი მანჯგალაძე 56 წლისა გახლდათ, როდესაც გარდაიცვალა და ძალიან ბევრი რამის გაკეთება ვერ მოასწრო. ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია მისი არტისტული მემკვიდრეობა. ჩვენ ორივე ერთი სოფლიდან ვართ, ეს არის ღანირი, ჩემო ბატონო, ამ კუთხითაც სუბიექტური ვარ ალბათ და მე ვთვლი, რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი არტისტი ქართულ თეატრალურ გალერეაში. ამიტომ რასაკვირველია ეროსი მანჯგალაძის ჯილდო, მაგრამ თეატრის მოღვაწეთა კავშირს ესეთი ის ჰქონდათ, რომ აი ის ადამიანები, რომელიც ტელე-რადიო სივრცისა და თეატრის მაკავშირებლები იყვნენ. კოტე მახარაძე და ეროსი მანჯგალაძე, ბატონი კოტეს პრემია მიენიჭა ბატონ მურმანჯინორიას და ბატონი ეროსის, არ ვიცი, მე მართლა ძალიან გამეხარდა და რაღაცა რომ დამირეკეს და მითხრეს, აი ისეთი მოულოდნელი იყო და ისეთ სიხარულო იყო, რომ სხვა შორის ეს სიხარული გაიზიარა სრულიად საქართველოს და გამოსაურება იყო სულ დადებითი, ბევრი მილოცვა, ეს მოწმობს იმას, რომ ძალიან უყვარხარ ხალხს და ეს არ ახალია, ბუნებრივია, ეს ყველამ ვიცით. მე აი ამ 12 წლის განმავლობაში, რაც ტელევიზიაში ვარ, 340-მდე, აი დაახლოებით, ну 350, აი ესე გადაცემა გვაქვს გაკეთებული ქართულ თეატრზე. საბედნიეროდ ჩვენ მოვასწარით და შევქმნით ის ოქროს ფონდი და ჩავწერეთ ის ადამიანები, რომლებიც რიგ შემთხვევაში საერთოდ ტელევიზიაში არ დადიოდნენ. აი მაგალითად ავთო მახარაძე ბატონი. ავთო მახარაძე ხო ერთადერთხელ მოვიდა გადაცემაში და იყო ჩვენი გადაცემა, რომელიც მე ისე ვამაყობ ამით. აი მერაბ ბერძენიშვილზე უნდა ვთქვა აუცილებლად, ბატონ მერაბ პირველი და უკანასკნელი. არასოდეს არ თანხდებოდა ინტერვიუს და ბოლოს თვითონ დამიკავშირდნენ მისი ახლობელი ქალბატონი და მითხრა რომ შეგვიძლია ჩავწეროთ, რომ მივედით და დავიწყოთ მერაბ ბერძენიშვილთან მართლა დიდ მოღვაწესთან, მერაბ ბერძენიშვილის პოზიცია, ვისაც ახსოვს 90-იანებში, რა ქნა და როგორ ურტყა ხელი იქ, როდესაც რუსებს უთხრა, რომ რას ბედავთ თქვენ საქართველოში, ეს ძალიან დიდი გამბედაობა იყო იმ დროს მისი თაობის წარმომადგენლებისგან და უცბად მერაბ ბერძენიშვილთან მივედით ინტერვიუზე და დაახლოებით 20 წუთში შევატყეთ, რომ უკვე შეუძლოდ გახდა და მე ვთქვი, მოდით ახლა გავაჩეროთ და მერე გავაგზავნოთ ისევ ინტერვიუ თქო და ბატონი მერაბი მერე უკვე საავადმყოფოში მოხვდა და მალევე გარდაიცვალა და აი YouTube-ზეც რო ჩაწეროთ, ამოგიგდებთ ამ ინტერვიუს, იმიტომ რომ სამწუხაროდ არ უყვარდა მას. არ ვიცი, ტარიელ ჭანტურია დაგთანხდა დიდი გადაცემა რო გაგვეკეთებინა. ნოდარ მგალობლიშვილი მოვიდა, რომელიც სულ ახლახანს გარდაიცვალა და ნოდარი ძალიან იშვიათად დადიოდა გადაცემებში, ხო, ძალიან იშვიათად. ბატონი გია ყანჩელი მოვიდა და დაუკრა და რაღაცა ბატონი რეზო გაბრიაძე, არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალეთ. ეს იყო ჩვენ დამინდობა ალბათ იმ საქმისადმი, რომელსაც ყველანი ერთად ვაკეთებდით. და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდით. თუმცა ამ შემთხვევაში პიროვნული ფაქტორიც ბევრს წყვეტს, ასე მგონია. რა გითხრა. ნიკოლოზ, გარდა ამ გადაცემებისა, რასაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ და რაც 12 წლის განმავლობაში შენი თაოსნობით კეთდებოდა, არის უამრავი პროექტი, რომელიც შეიძლება ტელესივრცეს არ უკავშირდება, მაგრამ უკავშირდება თეატრს და უკავშირდება შენს სახელს. და ზოგადად შენი დამოკიდებულება თეატრის მიმართ და ბუნებრივია კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯილდო არის სრულიად დამსახურებული. რაც შეეხება გუშინდელს შეხვედრას. გუშინდელს შეხვედრას, გუშინწინდელია, ხო? სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან. შენი ემოციების შესახებ რომ გითხრა, წარმომიდგენია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მასთან შეხვედრა შენთვის. გიორგი, აი არ ვიცი რა გითხრათ, ეხლა მე შეიძლება არა სწორად ვთქვა რაღაც, მაგრამ აი იერუსალიმში როდესაც ჩავედი პირველად, რაღაცა ისეთი განცდა მქონდა, რომ ჩემ თავს უყურებდი გარედან. და რაღაცა უკეთესობისკენ შეცვლა მომინდა. აი, როდესაც მივდივარ ხოლმე და მიწევს უწმინდესთან მისვლა, ეს ისეთი ფუფუნებაა ჩემთვის და ისეთი დიდი ბედნიერებაა, რაღაც აი მის თითოეული ფრაზა არის რაღაცა სიუჟეტშიც თქვი, რომ სამოქმედო გეგმასავით ცხოვრების, რასაც უწმინდესი ბრძანებს. მე ესეთი სიმშვიდე და ესეთი რაღაცა განცდა, რომ აი შეგიძლია ესე მშვიდად იყო და უსმინო ადამიანს, არასოდეს არ მეუფლება. ანუ ბრალოდ უყურო. ხო,
ხო უყურო და მე არ მიყვირს რატომ მოძდით ადამიანებს ცრემლები როცა უყურებენ მე მოვისმინეთ მისი არაჩვეულებრივი ეს ავე მარია და დავიღალე უფალო და ესენი და რაღაცა ვიყავით ნირვანაში სრულად და მე თავისი ჩვეული იუმორით ხო არაჩვეულებრივი ჩუმი მოგრძალებული იუმორი აქვს ჩემ პატრიარქს რაღაცა აი განვიწმინდეთ და ამოვედით ესე ბედნიერად იმიტომ რომ რაღაცა მართლა განსაკუთრებული დღე იყო და მე ისე მიხარია რომ ეს მოხდა და აი კიდე ერთხელ მომეცა შესაძლებლობა რომ მენახა მისი უწმინდესობა რომ რაღაცა ალბათ არასოდეს ეს დღე არ დამოვიწყდება იმიტომ რომ რაღაცა აი განწმენდის დღე იყო ჩემთვის ნამდვილად აი ყველანაირი გაპრანჭვის გარეშე ვლაპარაკობ ეხლა ეს მართლა ესე იყო ჩემთვის და მე მიხარია რომ ეს მოხდა ნიკოლოზ, სხვა შორის არასდროს მიკითხავს შენთვის, როდის და რატომ დაინტერესდი თეატრით. რაიმე კონკრეტული სპექტაკლი იყო, თქვათ, რისი შთაბეჭდილების ქვეშაც მოეკეცი, რომელიმე მსახიობის გამო. ზოგადად არის ხოლმე ოჯახური ტრადიციები და აი ოჯახებიდან ყავთ მსახიობები, ბებია, ბაბუა და აქედან გამომდინარე, შემდეგ მიყვებიან ამ გზას. როგორ მოხდა შენ შემთხვევაში? აი, მოგახსენებთ, მე ვცხოვრობდი მარჯანიშვილის მოედანზე, აღმაშენებლის გამზირზე. წარმოიდგინე, ყველა მხრიდან იყო თეატრი. აქ უკან მარჯანიშვილის თეატრი, წინ მოზარდ მაყურებელთა გვერდზე თოჯინები, იქით რკინიგზელთა სახლი იყო, სადაც მუსკომედია ბინადრობდა. უკან თუმანიშვილი და სულ იყო თეატრი. პირველი სპექტაკლი, რომელიც აი შეგნებულად ვნახე, ნუ თოჯინების თეატრს თუ არ ჩავთვლით, ეს იყო მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა საპოვნელო. რეზო კუდიაშვილის პიესის მიხედვით მედიკო კუჭუხიძემ დადგა. სოფიკო ჭიაურელი თამაშობდა მთავარ როლს. ისეთი რაღაცა ცეცხლს ანთებდა სოფიკო ამ როლში, რომ არ მახსოვს როგორ აი ავდექი ჩემი სავაზლიდან და მივედი სცენაზე და აი ესე მაშინ ალბათ ძალიან პატარა იყო. ხო, ნუ ალბათ რამდენი წლისა 94-ში დაიდგა ეს სპექტაკლი რაღაცა. ალბათ 8 წლის, 7 წლის აი ეს. ხო და ჩემო მეგობრებო, აი მივხვდი რომ აი იმ სივრცეში მომინდა აი იმათ შეთხზულ დროსა და სივრცეში მომინდა გადასვლა. მოვიწამლე და ისე შემიყვარდა სოფიკო ჭიაურელი რომ სუფრა თუ იყო ჩვენ სახში და სოფიკო ჭიაურელი სადღეგრძელოს არ შეესვავდნენ ბრაზდებოდი ხოლმე აი გასაოცრად. სოთაშიც მე მომეცა 99 წელს პიონერის სასახლეში ჩვენ შეხვედრა მოუწყვეთ ქალბატონ სოფიკოს და მე მისი სპექტაკლებიდან ნაწყვეტებს თამაშობდი და ესეთი ლექსი დავწერე და წავიკითხე. დიდი ხნის ნატრა ამიხდა მე ქალბატონო სოფიკო, თქვენი აქ მოსვლა დღეს ჩემთვის წარმოუდგენი რომ იყო, თქვენ ყველა სპექტაკლს ვესწრები, ზეპირად ვიცი როლები, თუნებას მომცემს კოტიკო, მოვალ და გიამბორები. და მე როგორ გამithარდა მოვლენა. ბატონმა კოტე მახარაძემ კიო და აი იქიდან რაღაცა ძალიან ბედნიერად მახსოვს ეს წუთები, რომ აი შევეხეჭ იმ არტისტს, რომელმაც მე თეატრალური პროფესია შემაყვარა. და მე უკვე დაიწყო ჩემი თეატრით მოწამვლა ისე რომ აი ყოველ საღამოს რომ მე თეატრში არ წამძულდა ორშაბათი იმიტომ რომ ორშაბათს თეატრი ისწრებენ ხო ამ დროს უკვე იცოდი რომ თქვათ თეატრალურ უნივერსიტეტში გინდოდა ჩაბარება თუ ეს მერე გაჩნდა ეს სურვილი ეს როგორ ხდებოდა მერე ეტაპობრივად და არ ყოფილა არც ერთი სპექტაკლი დადგმული იმ პერიოდში რომ მე ნანახი არ მქონოდა აი ნამდვილად გეუბნები და იყო სპექტაკლები რომელსაც რამდენჯერაც თამაშობდნენ აი მაგალითად ანტიგონე რამდენჯერ ვერც მოსწვლი ალბათ ზოგი იმდენჯერ გაქვს ნანახი ნამდვილად აი არ გამომიტოვებია არც ერთი სპექტაკლი გარდა თეატრისადმი შენი დამოკიდებულებისა მაყურებელმა იცის რომ ასევე ხარ მეიგავე და ძალიან ისეთი საინტერესო იგავები გაქვს თბილი იცი რა ეს ცოტა ხა გადამეტებული ნათქვამია მეიგავე ნუ რა არა გაქვს გამოცემული კრებულები ნამდვილად კი ოღონდ ეს იგავების კი ნამდვილად და მე აი ლექსით წეგან წაიკითხე და ანუ ამ მიმართულებითაც როგორცაც აღარ განავითარე ორი ლექსი მაქვს ესეთი რაღაცა ბავშვობაში დაწერილი ლექსი არასოდეს მაგრამ იგავარაკები ნამდვილად ეს იყო თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების პერიოდში და იცი რა ვინც აბარებს თეატრალურში იმან წეკითხოს იგავარაკი დღიდან დაარსებისა ასე იყო და ყველა კითხულობდა ამ კრილოვის იგავარაკებს არაჩვეულებრივ საგაკი წერეთლის ნათარგს მაგრამ მე ვიფიქრე რომ და უკვე კომისიის წევრი მას ზეპირად იციან აი ყველა ჟიურის წევრმა იცის ზეპირად მე ვიფიქრე რომ მოდი მეთქი რაღაცას დავწერ და იქ უფრო რომ ვერ მიხვდებიან რომ ეს კრილოვია და ახალი იგავარაკი რომ იქნება შინაარს მიაქცევენ ყურადღებას და თუ რაღაცა მეტყველების დეფექტი გამეპარა ამას სტრატეგია დავსახე ჩემო ბატონო
დავწერე ეს იგავარაკი მეოცნებე ბაჭია ესე ერქვა სხვათა შორის ეს იგავარაკიც აქაც ეროსი მანჯგალაძე იყო კავშირში ჩვენ კი მე ღანირში არ მიცხოვრია არასოდეს უბრალოდ ზაფხულობით ჩავდიოდით ხოლმე მაგრამ იქ ისე ვქენი რომ ჯემალ ღაღანიძეც იმ სოფლიდან არის ეროსი მანჯგალაძე და ესე იწყებოდა უღრან ტყეში ერთ გორაზე პატარა წყაროს მახლობლად განთქმული მსახიობები დათვი და ლომი სახლობდა ეროსი და ჯემა იმ გორაზე იმ წყაროსთან მსახიობთა ახლო მახლო პაპისგან და ნატოვარი აქვს ბაჭია სამოსახლო ნიკოლოს ლამაზ და კოხტა ეზოში ნატრის ხე ამოსულიყო ბაჭია იქოცნებობდა არტისტი გამოსულიყო სიზმარშიც სცენაზე იდგა სცენას ყვავილებით რთავდნენ ჩიტები და ცხოველები ოვაციებს უმართავდნენ და მოკლედ გძელდება როგორ ოცნებობს ეს ბაჭია რომ ჩააბაროს თეატრალებში და რაღაცა და რო წავიკითხე ასაკურელია დიდი ხატრული იმით არ გამოვირჩეოდი კითხვით, მაგრამ ყველა დაინტერესდა. ესო ვისი იგავარაკია, იმიტომ რომ არავინ არ იცოდა ამ. ხო და ჩემი თქო, შენიო, აბა მეორე ტურზე გელოდები თუ მეორე ტურზე გაამართლა ძალიან. მეორე ტურზე იგივე სხვა წავიკითხავდი, მე სხვა დავწერე და ასე შემოგეწერა. შემომეწერა 2-3 და მე უკვე მირო ნახეს დანარჩენმა კომისიის წევრებმა რომ ამან ძალიან გაამართლა. თვითონ მეტყველების პედაგოგები თამილა ლასხეშვილი, რუსიკო ფარემოზაშვილი, ქალბატონი ნატაჩი, აი ეს არაჩვეულებრივი ქალბატონები, სულ ყველა მე მგონი გვჭირდება და მეც ასე წერდი და რაღაცას მოეყარა თავი, თუმცა ერთი 10 წელი ალბათ მე ამისთვის ვეღარ ვიცლი და რაღაცა ძალიან გული მწყდება, იმიტომ რაღაცა ნიკოლოს, აი უამრავ ადამიანთან მოგიწია და ახლაც გაქვს ეს ბედნიერება, ძალიან საინტერესო ადამიანებთან, სხვადასხვა თაობის ხელოვნებს გულისხმობ, შეხვედრის და მეტიც ბევრთან მეგობრობის საშუალებაც მოგეცა. გნებას აი იგივე სტუდენტობის დროს თუ გამოარჩევდი ადამიანს ან რამდენიმე ადამიანს, ვინც განსაზღვრა შენი მომავალი და მთლიანად აი ამ თეატრალურ სამყაროს დაუკავშირა. გაგიჭირდება თუ შეგიძლია გაიხსენო ასეთი ადამიანები? ესეთი ადამიანები ბევრნი იყვნენ, მაგრამ თეატრალურ მიმართულებაში აი ვინც პროფესიაში რაღაცა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ეს იყო ცალსახად ბატონი ვასო გიგნაძე. რომელიც ჩემთვის არის აი რა გითხრათ, აი თუ კი რამე ძვირფასია ჩემთვის არის მისი ხსოვნა, მისი სახელი, რომელმაც აი როგორც შვილი თუ შვილიშვილი, აი მე ისეთ სითბოს ვცნობდი ვასოსგან და ბატონი ვასოსგან და ისეთი ზრუნვას რომ ეს არ დამავიწყდება არასოდეს და ნამდვილად აი დიდი გამართლებაა ჩემთვის რომ მე ესეთ დიდ ოსტატთან ესე მოვხდი და სხვათა შორის ამის ინიციატორი თვითონ ბატონი ვასო იყო ნამდვილად იმიტომ რომ მე როდესაც თეატრალურში სამსახიობოზე ჩავაბარე და სამსახიობოზე ხო იცით ახლა ყველა ოცნებობს და მე რეაბარებს და მით უმეტეს როცა ესეთი წარსულები უცბად 1 წლის მერე ჩაბარებიდან გოგი მარკველაშვილის ჯგუფში მოვხდი და ძალიან მადლობელი ვარ ბატონი გოგის ამ რჩევისთვის, თუმცა მაშინ ვიფიქრე რომ დამღუპა გოგი მარკველაშვილმა. წლის მერე ჩემო მეგობრებო, როცა რაღაცა 20 კილო დავიკელი და ცეკვაში ვერ ცეკვავდი ბუთხუზაბავში და მერე უცბად წინ დამაყენა კოტეფურცელოძემ როკეროლში რომ ნახეთ როგორ ისწავლო, აი ამ ყველაფრის მერე გოგი მარკველაშვილმა მეუბნა რომ შენი ადგილი თეატრში არის, მაგრამ არა სცენაზეო. დედა რა იფიქრე ახლა? ეს რა იყო, იცით, რომ აი გამომეცალა და ვიფიქრე რომ მორჩა დამთავრდა. ისე გაბრაზდი მაშინ? გაბრაზდი კი არა, ვიფიქრე დამღუპა და გზაზე ამაცდინა და რაღაცები. ეს რა გამიქე. სახში როგორ მივიდა, იმიტომ რომ არავის არ უნდა ჩემ თეატრალურში ჩაბარება და მენდნენ და რაღაცა და მომამზადეს და ეს და მე ხა ამათ იმედები გაუცრუე და არა და მგონია რომ ქართული თეატრის კრიზისი მე გამოვიყვან კრიზისიდან და ვუშველი, მაგრამ ეს განცდაც უქონდა, მაგრამ მე მივხვდი რომ ცდებოდი. არა, არ ყოფილა ეს პლატფორმი. გოგი მარკველაშვილს რო ეს არ ეთქვა ჩემთვის, მე დავიღუპებოდი, იმიტომ რომ ვიქნებოდი ახლა ერთი როლს მონატრებული არტისტი, რომელიც პირდაპირ მოცემულობაა გაბოროტებისა და დაბოღმისა. სხვაგან ივსებენ, მაგრამ თუ ძირეული და მე რო ხედავ რომ შენი ჯგუფელი იქ არის და შენ ისიც გადაიღეს და ისიც და შენ არსად და სახში ზიხარ და არსად ბევრზე მოქმედებს 99%-ზე მე მინახავს და ეს არის საშინელება. და აი ამ დროს როცა ეს თუმანიშვილის თეატრიდან მარჯანიშვილის მოედნამდე სახლამდე გზა იყო გოლგოთას გზა რომ მივდივარ ეხა და რა უთხრა რა უქნა აი ამ დროს გამოჩნდა ვასო გიგნაძე
აი ესეთაც დამთხევა იყო, რომ შემთხვევით შემთხვევით არაფერი არ ხდება. ვასო მითხრა, ნუ ნერვიულობ. შენო თუ აიყვან, შენო თუ ჩააბარებ თეატრმცოდნეობაზე, მე 10 წელიო ჯგუფი არ მყოლიაო და მის მერეც აღარავა. მე შენი გულისთვის ჯგუფს ავიღე. წარმოგიდგენია. ეხლა ვასომ საიდან იცოდა? ბატონო ვასო, აი მეტი ჩარა სტუდენტები რო არიან, ხო იცით, ბატონი ვასო რო ყვებოდა რაღაცას. მაგალითად 1967 წელს მე შეიქმნა რუსთავის თეატრი. ანა, როდესაც წანის ის ბრძოლა მოხდა, მაჩაბელას და აი მე ვახდებოდი და მაჩვენა. ნუ ეხლა ფაქტია რომ ამის ცოდნა გქონდა და ბატონო ვასო რო იცოდა რომ მე ესენი ვიცოდი. მითხრა რომ მე მინდა რომ შენ გახდე თეატრი. ანუ მაშინ მან დაინახა. როგორი სწორი მიმართულება მოხდა რა? ამან გადამარჩინა. ამან გადამარჩინა რომ მე ვარ იმ საქმეში რომელიც ესე მიყვარს და სწორედ ამალბათ აი ამ ერთი წლის დამსახურებაა რომ მე არასოდეს დაუნდობლად არტისტის პროფესიას არ მოგცევ აი ხელმოსმით რომ დაწერენ და გადაუსვენ მე ვიცი მათ რა შრომა აქვთ და როგორ იკლავენ თავს რომ რამე გამოვიდეს ამიტომ ძალიან ფრთხილი და მოზომილი ვარ ყოველთვის როცა არტისტისა და რეჟისორის საქმეზე ვარ ნიკოლოზ ძალიან დიდი მადლობა აგერ დაახლოებით 10 წელია ჩვენ მეგობრობთ ჩვენ მოდიხარ ჩვენთან გადაცემაში და ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც ჩვენ შესახებ საუბრობთ სულ საუბრობთ ეს დროც დადგა ძალიან დიდი მადლობა შევახსენოთ მაყურებელს რომ თეატროდნე ნიკოლოზ წულუკიძე საუბრობდა სტუდიაში შეგახსენებთ იმასაც რომ ნიკოლოზ გადაეცა ეროსი მაჯგალაძის სახელობის პრემია თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციისათვის ტელესივრცეში. დღევანდელ გადაცემას კი გიორგი მერებაშვილი და ელისაბედ დაბულაძე უძღვებოდით. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ ნახვამდის. ბედნიერად ხვალამდე გემშვიდობებით.